მოგესალმებით. სტუდია მონიტორის დღევანდელი ფილმი, რომელიც სასკოლო განათლების პრობლემებს ეხება, ნანა ბიგანიშვილმა მოამზადა. სკოლების ლიბერალიზაციის შეწყვეტილი პროცესი, მწირი დაფინანსება, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია, ის პრობლემებია, რომლებიც მოსწავლეთა განათლების ხარისხზე აისახება. შედეგად ჩვენი მოსწავლეების მესამედი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ჩამოვრჩებით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სკოლებს მკაცრად აღარ აკონტროლებენ, თუმცა რეფორმა წინ არ მიდის. საზოგადოება კი განათლების სამინისტროსგან ელოდება ცვლილებებს, რომელიც ჯერ არ ჩანს. ვერ გადაწყვეტეს პოსტსაბჭოური სკოლების ჭირდება თუ ამერიკული. აქედან გამომდინარე, არც ერთი გვაქვს და არც მეორე და აქედან ვექცევით ზუსტად ჩვენი თაობა ისეთ დროში, რომ 1000 ჯერ შეგვიცვალეს რეფორმები, 1000 ჯერ შეგვიცვალეს სისტემა, ზოგადად განათლების დონე ჩვენ ქვეყანაში ალბათ ყველაზე უკან არის. საქართველოს მასშტაბით რო ვისაუბროთ სკოლებზე, დასახვეწი არის ბევრი რაღაც მართლა. გვაქვს პატარა ფართი თვითონ სკოლაში და ამის გამო არ გვაქვს კონდეს ლაბორატორიები. ან საშუალება კონდეს ლაბორატორიები საბუნებისმეტყველო საგნებისთვის. და ანუ ბევრს დღეს არის ეს პრობლემა მოსწავლეებში, რომ უჭირთ მიიღონ განათლება ამ მხრივ, რომ ანუ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ასე შემდეგ. მე ტელევიზორში ვნახე მასწავლებლებს ჩაუტარეს გამოცდები და მათი კვალიფიკაციის დონე იყო ძალიან დაბალი და ეს აისახება მოსწავლეების განათლებაზე. სწორედ ამიტომა რომ ანუ ძალიან ბევრი დადის ცალკე ეკერძო მასწავლებელთან. სხვა სკოლებში ალბათ და საერთოდ ზოგადად სკოლებში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება იქნება ყველაზე კარგი. ანუ ამ სკოლიდან წავედით ტოლერანტობის ბანაკში, და ტოლერანტობის ბანაკში გავიცანით მრავალი ერის კულტურას, ტრადიციებს, ეკოებს, სიმღერებს და შევატარეთ მრავალი ერის სწავლა-განათლება ჩვენ სწავლა-განათლებასთან და ძალიან ჩამორჩებით. უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს ყველას ჩამორჩებით. ისინი სკოლაში 10 წლის წინ მივიდნენ. მაშინ განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებები იწყებოდა. სკოლა მათ თაობას დანგრეული ინფრასტრუქტურით და დაზიანებული ინვენტარით დახვდა. მასწავლებლების გაყინული ხელფასები კი მილიონობით ლარს აღწევდა. გაყინულ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნის ხარისხი საგანგაშო იყო. სკოლის მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვერ ავლენდა იმ მინიმალურ ცოდნასა და უნარებს, რომელიც ამასაკის მოსწავლეებს უნდა ჰქონოდათ. განათლების სისტემა გარდაქმნას ითხოვდა. იმ პერიოდში ჩატარდა მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელმაც მოიცვა რამდენიმე ასპექტი საგანმანათლებლო სისტემის. და აი ზუსტად მაშინ დაიგეგმა იმ მსოფლიო ბანკის დიდ პროექტთან ერთად დაიგეგმა საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია სხვა ინტერვენციებთან ერთად. განათლების სისტემის რეფორმის დაწყებიდან უკვე 10 წელი გავიდა. სკოლების ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გაუმჯობესდა. საკლასო ოთახებში აღარც ივა, თუმცა განათლების ხარისხი ჯერაც ძალიან დაბალია. საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა დაახლოებით მესამედი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავს. ჩვენ მოსწავლეების დონე ძალიან სავალალოა. ამ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენი შედეგები არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კვლევებში ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების გვერდით. პილსის საერთაშორისო კვლევა, რომლის შედეგებზეც ნათია ანდღულაძე საუბრობს, საქართველოში ორჯერ 2006 და 2011 წელს ჩატარდა. ამ კვლევაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 600,000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მეოთხე კლასის შედეგების მიხედვით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-40 ადგილი დაიკავა. ქართველი ბავშვების მიღწევები სტატისტიკურად ჯერ კიდევ ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვისწრებს სომხეთიც კი, ანუ აზერბაიჯანი გვისწრებს მაგალითად მათემატიკაში. 2011 წლის კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გვიჩვენა. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, ვინც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საკუთარი მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით და თითქმის გაუთანაბდა საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს.
განათლების სფეროს სპეციალისტების აზრით, ეს 2004-2007 წლების რეფორმების დადებითი შედეგია. რატომ არის ქვეყანაში განათლების ხარისხი ასეთი დაბალი და რამ გამოიწვია რეფორმის შეფერხება? ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის იმას, რომ არ არსებობს განათლების სფეროს განვითარების ერთიანი კონცეფცია. ქვეყნისთვის ესეთი ხშირი ცვლილება, როდესაც ახალ მინისტრს მოყვება ახალი იდეები, რომელიც ნაკლებად ეფუძნება ძველს, საბოლოო ჯამში ქვეყანას უჯდება ხოლმე ძვირად. ამიტომ აუცილებელია, რომ არსებობდეს კონცეფცია, ვთქვათ, კონკრეტული სფეროს განვითარების, რომელი კონცეფციაც იქნება აღიარებული ყველა მოთამაშის მიერ. განათლების სისტემის რეფორმა 2005 წელს დაიწყო. აპრილში საქართველოს პარლამენტმა განათლების შესახებ კანონი მიიღო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყნის განათლების სისტემის ლიბერალიზაცია დაიწყო, რაც სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას გულისხმობდა. თაობა, რომელიც მოდიოდა სკოლაში, ძალიან დაშორდა იმ სისტემას, რომელიც ხდებოდა სკოლაში განათლების მისაღებად. და ეს შეუთავსებლობა უკვე, რომელიც პრინციპში უკვე ფსიქოლოგიურ მენტალურ შეუთავსებლობამდე მივიდა, რაც უფრო სწრაფად შეიცვლებოდა, მით უკეთესი იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას ჩამოატყდა საქართველოს ნაწილი, ეს ნაწილი დაცურავდა ზღვაში როგორც გემი, რომელსაც არც რუკა ჰქონდა და არც ნავიგატორი. ასე გაიხსენა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ალექსანდრე ლომაიამ რეფორმის დაწყების პერიოდი. ლომაიას სახელს უკავშირდება ქართული განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის დაწყება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ დროს ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნა იყო. დაფუძნდა სკოლების სიპებად, დამოუკიდებელ სიპებად, თავისი დამოუკიდებელი ბეჭდით, ბალანსით და ასე შემდეგ, საბანკო ანგარიშით და ამას მოყვა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავდა იმას, რომ საბოლოო ჯამში თავის უფალი და თავის პატრონი უნდა ყოფილიყო სკოლა და სასკოლო საზოგადოება. რეფორმის შედეგად ფინანსების გადანაწილების პროცესი უფრო სამართლიანი და დემოკრატიული გახდა. ახალმა მოსწავლეზე გათვლილმა ვაუჩერული დაფინანსების მოდელმა სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენცია წარმოქმნა. როდესაც იქნა მიღებული ზოგადი განათლების შესახებ კანონი, სადაც ჩაიწერა, რომ არის არჩევანის მშობელს აქვს სკოლის არჩევანის თავისუფლება, უკვე არსებული, ასე ვთქვათ, შეზღუდული ტერიტორიული პრინციპის საპირისპიროდ და მეორე, როდესაც სკოლების პირდაპირი დაფინანსება შეწყდა და დაფინანსდება დღეს ბავშვი, ანუ ვაუჩერული დაფინანსების შემოღების შემდეგ. ზოგადი განათლების შესახებ კანონში საშუალო სკოლების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას სკოლის თვითმმართველობა განსაზღვრავდა. მშობლებისა და პედაგოგებისაგან დაკომპლექტებულ სამეურვეო საბჭოს დირექტორის არჩევის უფლება მიეცა. რაც გულისხმობდა იმას, რომ სამეურვეო საბჭო არის ფაქტიურად სკოლის, ესე ვთქვათ, ბედის, როგორც ვთქვათ, გამკარგავი, თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, ანუ ის განაგებს ბიუჯეტს, ადგენს ბიუჯეტს, ის ირჩევს დირექტორს, ანუ აქ არ ხდება რაღაც ერთპიროვნული მმართველობა არც დირექტორის მხრიდან, არც ვთქვათ იქ რაღაც სამინისტროს მითითებები. თუკი სასკოლო საზოგადოების პირდაპირ არჩეული დირექტორი იქნება, მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, მაშინ ის აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ თავი მოაწონოს ამ ამომრჩეველს, რომელიც იქნება უპირველეს სკოლისა უნდა იყოს მშობელი, ვისაც ვემსახურებით და შრომითი კოლექტივი, რომელსაც უნდა კონდეს იმისი განცდა, რომ ამ მენეჯერის ხელში სკოლა არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს ლიდერის პოზიციებს, არ ჩავარდება კრიზისში და ისინი არ დაკარგავენ სამუშაოს. 2007 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ პოსტი დატოვა. მინისტრების გია ნოდიას და ნიკოლოზ გვარამიას დანიშვნის შემდეგ დეცენტრალიზაციამ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა დაკარგა. რეფორმის შემოbrunების დროდ განათლების ექსპერტები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევენ, როდესაც განათლების ტერიტორიული ორგანოები, რესურს ცენტრები საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩართულები აღმოჩნდნენ. როდესაც რესურს ცენტრები შვებულებაში გავიდნენ, რადგან მათ სთხოვეს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიღება. და მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა, ჩემთვის ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომ ეს რამდენიმე რესურს ცენტრი გაათავისუფლეს. სიკო ჯანაშია რეფორმატორთა გუნდის წევრი სტუდია მონიტორის ერთ-ერთ გადაცემაში ამ პერიოდს ასე იხსენებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პრეტენზია, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პარტიისგან, რომ
სისტემა აღარ ემსახურება ჯერ-ჯერთი პოლიტიზირებულია მათი აზრით და შემდეგ შესაძლებლობა აღარ არსებობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასკოლო სისტემის გავლით მოიპოვონ უპირატესობა არჩევნებზე. ამ დროს გაარკვია, ასე ვთქვათ, პარტიამ, რომ სკოლები დამოუკიდებელია და მათ აღარ ემორჩილებიან და ამაში ხელს უწყობს სამინისტროს და ჩაითვალა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ სამინისტრო, ასე ვთქვათ, ისეთ სისტემას აგებდა, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესების ან ასევე პარტიული ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობა. დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროში თავის გუნდთან ერთად საჯელახსრულების სისტემიდან მოვიდა. დეცენტრალიზაციის პროცესის შემოbrunებას განათლების ექსპერტები სწორედ მის სახელს უკავშირებენ. Აბსოლუტურად სწორი არის დეცენტრალიზაცია, მაგრამ დეცენტრალიზაციის დროს, როდესაც ხედავ, რომ არსებობს ვაკუუმი, ეს იქნება საკანონმდებლო კუთხით ვაკუუმი, თუ მონაწილეობა მშობლების ამ პროცესში ეს იქნება ვაკუუმი, შენ ან უნდა თქვა, რომ იცით რა ეს მე არ მეხება და ძალიან კარგად დაიძინო ამის მერე და რაც არ უნდა მოხდეს თქვა, რომ იცით რა, დეცენტრალიზაცია გამოვაცხადეთ და თვითონ რაც უნდა აკეთო, ხო? ინგრევა სკოლა. აი დადებითად უდგებით. განათლების სპეციალისტი სოფო გორგოძე თვლის, რომ განათლების მინისტრად დიმიტრი შაშკინის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო დაკავშირებული სწავლის ხარისხის გაზრდასთან, ეს იყო უფრო პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება, რომ მეტი კონტროლი განეხორციელებია სკოლებზე. მშობლები, რომლებიც არ იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და საჯარო სკოლების დირექტორთა დიდი ნაწილის არაკომპეტენტურობა. ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც განათლების ყოფილი მინისტრის თქმით სახელმწიფომ სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შეზღუდა. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მომენტში იმ სფეროში, სადაც არის პრობლემა. მაგალითისთვის გეტყვით, აი დეცენტრალიზაციის კუთხით სკოლებში. იყო ჩატარებული ლოტოტრონით იყვნენ არჩეული დირექტორები. გახსოვთ ხო? ნაწილი დირექტორების ნაწილს არ მოეწონა ის სკოლა, სადაც ის მოხდა, ხო? ბუნებრივი იყო და უარი თქვეს. რა უნდა ეკნა სახელმწიფოს ამის შემდეგ? არ უნდა მინისტრს დაენიშნა სკოლის დირექტორი? ჩვენ სახელმწიფომ იმის გამო რომ რაღაც გარკვეული პრობლემები არსებობდა, რაც ბუნებრივი იყო თავისთავად, იმიტომ რომ რადიკალურად შევცვალეთ ხო სისტემა. ამის გამო გადაწყვიტა, რომ მარტივი გზა აერჩია და ესე ვთქვათ, ხელი ჩაექნია და ეთქვა, რომ არაფერი არ გამოვა და მოდი დაუბრუნდეთ ისევ ცენტრალიზებულ სისტემას. სინამდვილეში ესე რომ არ გაგვეკეთებია და მომხდარიყო იმ მიზეზების გამოძიება, გამოკვლევა, რაც რეალურად არსებობდა და რატომაც სკოლებმა ვერ შეძლეს, ესე ვთქვათ, კარგად ამ სისტემისთვის ფეხი აეწყოთ, ჩვენ დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდით, ვიდრე ვართ ახლა. დეცენტრალიზაციის პროცესში საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებში გარკვევის და მათი მოგვარების ნაცვლად განათლების სამინისტრომ მათ მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო. თავდაპირველად დამოუკიდებელი მართვის მთავარი ბერკეტის სამეურვეო საბჭოს შევიწროვება დაიწყო. 2009 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით განათლების სამინისტროს სამეურვეო საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის და თვითმმართველობის წევრის შეყვანის უფლება მიეცა. ასევე კანონში ცვლილებებით გახდა შესაძლებელი განათლების მინისტრის მიერ დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება. რიტორიკა იყო შემდეგი, რომ სკოლაში არის საფრთხის შემცველი გარემო, სკოლაში არის საფრთხის შემცველი გარემო, ამიტომ საჭიროა მეტი კონტროლი, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ. ეს იყო ერთი ტიპის რიტორიკა, მეორე ტიპის რიტორიკა გახდა შემდეგი, რომ დირექტორები ვერ მართავენ სკოლებს კარგად, ისინი უშვებენ შეცდომებს, ჩადიან დანაშაულსაც და ამიტომ ისინი უნდა ვაკონტროლოთ. და შედიოდა სამინისტროს აუდიტის სამსახური სკოლაში და აბსოლუტურად უმოწყალოდ ხდებოდა გარკვეული საბუთების შემოწმება და ოქმზე თარიღის დასმის გარეშეც ხდებოდა დირექტორების გათავისუფლება. გარდა კანონში შეტანილი ცვლილებებისა, განათლების სამინისტრომ სკოლების შიდა დირექტივების და ბრძანებების მეშვეობით მართვა დაიწყო. 2009 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სკოლებს დაევალათ სამინისტროში გამოცემული ყველა აქტი შეესრულებინათ. მათ შორის იყო მინისტრის ბრძანება ნომერი 827, რომელიც ყველა საჯარო სკოლისათვის სავალდებულო შესასრულებელი იყო და რომელიც გადაულახავ ბარიერს ქმნიდა სკოლაში შესაღწევად. სკოლაში ლექციები, სემინარები, ტრენინგები უნდა ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს თანხმობით.
ეს იყო შედეგი სამწუხაროდ რამდენიმე ესეთი ჯაჭვის პრობლემების, რომელიც არსებობდა იმ პერიოდში. პირველი, თქვენ შეიძლება იცით, შეიძლება არ იცით, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გადაიღოთ ბავშვი შობლის ან მეუღლის ნებართვის გარშე. თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვი ჩართოთ კვლევაში, სოციოლოგიურ კვლევაში, მისი მშობლის ან კანონიერ მეუღლის გარშე. ეს იგზალება კანონით. თქვენ არ შეიძლება რომ ბავშვით მოახდინოთ სპეკულაცია. პირველი პრობლემა, რომელიც გამოჩნდა, იყო ის, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ ძალიან დიდ გრანტებს იმისათვის, რომ ჩაეტარებინათ კონკრეტული კვლევები, შევიდნენ სკოლებში და დაიწყეს კვლევა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, სექსუალური ცხოვრების ბავშვების. მე ვფიქრობ, ამის მიზანი სწორედ ის იყო, რომ სკოლაში, სკოლის ხელმძღვანელობას ნაკლები თავისუფლება ქონოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და განათლების სამინისტროს ცენტრალურ ხელისუფლებას ეკონტროლებინა, რომელი ორგანიზაცია შედიოდა სკოლაში, რა მიზნით შედიოდა. დიმიტრი მეჭურჭლიშვილი მე-7 წელია 116 სკოლის დირექტორია. ის პირველი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მას შემდეგ, რაც მისმა შვილებმა სკოლა წარჩინებით დაამთავრეს, დირექტორად აირჩიეს. როგორც თავად იხსენებს, სკოლების გამკაცრებულმა კონტროლმა მისი მუშაობის ეფექტურობა შეასუსტა. შაშკინის აშკარად ჰქონდა მისწრაფება, რომ თქვათ, დანიშნვითი დირექტორების ინსტიტუტი შემოეღო ისევ და ისევ ასე ვთქვათ, ცენტრალიზმისაკენ შეტრიალება მოხდა, მაგრამ კოსმეტიკურად ზოგადი განათლების კანონში მან წაართვა მთელი უფლებები სამეურვეო საბჭოებს და ის მთლიანად დაკნინებული აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი უფლება, როდესაც თუ სამინისტროს არ ეთანხმება თავის გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო, იმ წუთას შლის სამეურვეო საბჭოს და ასეთ შემთხვევაში სადღა აქვს დამოუკიდებლობა და ავტონომია სკოლის. თუ დირექტორმა დაარღვია კანონი, მე უნდა მიმემართა სამეურვეო საბჭოსთვის, უნდა წარმედგინა საბუთები, თუ რის საფუძველზე მე ვთხოვ ამ დირექტორის განთავისუფლებას. ამის შემდეგ, თუ ამ საბუთების საფუძველზე მაინც სამეურვეო საბჭო მაინც ამბობდა, რომ დირექტორი გასაშვები არ არის, მაშინ მე შემეძლო გამეთავისუფლებინა დირექტორი, მაგრამ დირექტორს ჰქონდა უფლება ეგრევე მიემართა სასამართლოსთვის. 2260 სკოლიდან ჩემი ხელმოწერით იყო განთავისუფლებული დაახლოებით 77-78 დირექტორი. ფაქტობრივად სამეურვეო საბჭო გახდა სრულიად ესეთი უსარგებლო რაღაცა რგოლი. რა თქმა უნდა, უსარგებლო გახდება განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა სამეურვეო საბჭო არ ხსნის დირექტორს, რომელსაც შენეუნები კატეგორიულად მოთხოვნას უწესებ, რომ უნდა მოხსნა დირექტორი და რადგან დირექტორს არ ხსნის იმ დირექტორს, რომელიც შენ არ მოგწონს, როგორც განათლების მინისტრს, ადგები და სამეურვეო საბჭოს მოხსნი. ხო, ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმას ლაპარაკი, სამეურვეო საბჭო არის თუ არა ეფექტური. განათლების სამინისტროს მიერ წარმოებული დასჯის პოლიტიკის უარყოფითი შედეგი სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების შემდეგ გამოაშკარავდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2011 წელს დრამატულად გაიზარდა მოსწავლეთა გარიცხვის მაჩვენებელი. ნათია ანდღულაძის თქმით, ეს სკოლებიდან იმ დირექტორების გაუაზრებელმა გათავისუფლებამ გამოიწვია, ვის სკოლასაც ცუდი შედეგები ჰქონდა. დირექტორებზე სანქციების დაწესების შემდეგ, ხო, ესე რამდენიმე პრეცედენტი იყო, როცა დირექტორები გაათავისუფლეს სკოლიდან, დირექტორებმა დაიწყეს მასიურად მოსწავლების სკოლებიდან, მოსწავლების თავიდან მოშორება. ანუ დაიწყეს რაღაცა თავიანთი ტესტების ჩატარება, რომლის საშუალებითაც ახდენდნენ იდენტიფიცირებას იმ მოსწავლეების, რომლებიც გარკვეულ რისკს წარმოადგენდნენ მათთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი გავიდოდნენ რა ქვია, კატის გამოცდებზე, ანუ საატესტატო გამოცდებზე. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ საქართველოში ყველა სწავლობს სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში, ოფიციალური მონაცემები არც ისეთი იმედის მომცემია. როგორც აღმოჩნდა საგანმანათლებლო სისტემაში, მოსწავლეთა ჩართულობა საქართველოში 85%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 წლიდან 17 წლის ჩათვლით მოსწავლეების 15% სკოლაში არ დადის და მათ უმრავლესობას პროფესიული განათლების მიღებაც არ შეუძლია. ეს მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, მაგალითად ზოგიერთ რეგიონში, აი მცხეთა თიანეთში არის მაგალითად 40% მოსწავლეების, ეს 2009 წლის მონაცემები იყო. ამის შემდეგ სავარაუდოდ, აი ეს შაშკინის ინტერვენციის შემდეგ ეს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახლში არიან და არც არაკეთებენ და წარმოგიდგენიათ როგორ საფრთხეს წარმოადგენს ეს ახალგაზრდებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ სკოლიდან მოსწავლეთა გარიცხვის მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. მოხდა 2013 წლის ბოლოს დამამთავრებელი გამოცდების ერთი ეტაპის წარმატებით დასრულება, რომელიც სხვათაშორის სკოლებმა ადგილზე ჩაატარეს 4+4 მოდელით და მე მგონი დამიდასტურებს, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ქონია და ანალოგიური პირველი ეტაპი, ანალოგიური გამოცდის ჩატარდა უკვე წელსაც. რა თქმა უნდა, ამასაც არ მოყოლია ის სადამსჯელო სანქციები, რომელსაც მანამდე ქონდა ადგილი. მით უფრო რომ ამ ბავშვებს აქვთ საშუალება მეორედ კიდევ ჩააბარონ ზაფხულის სესიაზე ანალოგიურად ეს გამოცდები და გამოასწორონ შედეგები, რომლებიც მიიღეს ამ პირველ 4 გამოცდაზე. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სიახლეების დანერგვად ცენტრალიზებულად დაიწყო. 2010 წელს განათლების სამინისტროში ახალი სტრუქტურა, მანდატურის სამსახური გაჩნდა. მანდატურები კანონით ფართო უფლებებით აღიჭურნენ, რაც განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ სკოლების კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმად შეფასდა. პირველი ჩემი ამოცანა რომ სკოლებს შემოვედი, სკოლებიდან ჩემი ამოცანა იყო მომეშორებინა ქურდული მენტალობა, რომელიც მოშორდა ქუჩიდან და შემოვიდა სკოლებში. როდესაც მე პირველი ჩემი შეხვედრა დირექტორებთან დამთავრდა იმით, რომ ძალიან პატივსაცემი ჩვენი დირექტორები ადგენენ და მითხრეს, რომ იცით რა, მე სკოლას მართავ ესე წოდებული მაყურებლის მეშვეობით. არიან მე-12 კლასელები, რომლებსაც მე შეღავაც უკეთებ და მათ მეშვეობით მე მართავ სკოლას. მე მოვედი საჯანმრთელობის სისტემიდან და საერთოდ ჩემთვის შოკი იყო. იმიტომ რომ სკოლის დირექტორები არაფერს სულ სამაში არ ხედავენ, ამბობდნენ, რომ მე მართავ სკოლას მაყურებლის მეშვეობით. აი ამას ვებრძოდი. ამიტომ ბევრი ნაბიჯი რომელიც გადადგმული იყო, ზუსტად ამაზე იყო ორიენტირებული, რომ ესეთი პრობლემა მოგვარებულიყო. კი, მე ვებრძოდი პრობლემას, რომ მასწავლებელმა არ უნდა ცემოს ბავშვი. მე არასოდეს ამაზე არ საუბრობდი, ეხლა არა ვარ მინისტრი, შემიძლია გულახდილად ვისაუბრო, ხო? სკოლებში სტატისტიკურად, რაც მანდატურებს ჰქონდათ სტატისტიკა, მუდმივად რასაც აკეთებდნენ, ერთ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ბავშვებს შორის, ძალადობაზე, მოდიოდა 3 მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეს. პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ამირან ჯამაგიძე მის სკოლაში მანდატურის შესვლას ასე იხსენებს. პირველივე ძალიან კაცრი იყო ესეთი შემობძანდნენ თუ არა, დაიწყო თუ არა მუშაობა. პირველი ტესტის პირობებში იყო ეს. როდესაც სისტემა იტესტებოდა, მოითხოვეს რომ პედაგოგებს ბეიჯები ეტარებინათ. ჩემი წინადადება იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. თქვენ გვარის გვერდით სახელიც დაიწერეთ და იარეთ იმით. თქვენს რომ ფორმის ნაწილიაო და გვარი უნდა ეწეროს. ნახე პედაგოგს მე ბეიჯს ვერ დავკიდებ. ნება იბოძეთ 100 მასწავლებელია, ისწავლეთ მათი სახელები და მიმართეთ ისე როცა გჭირდებათ. მეორედ ხო უნდა იყო რომ გაკვეთილებზე შესვლის უფლება მე მეცა მომთხარ რომ გაკვეთილზე შესვლის უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციას გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში. თუ თვლით რომ გჭირდებათ შესვლა, დამიძახეთ, ერთად შევიდეთ. თქვენ არ გაძლევთ ამის უფლებას, სკოლის შინა განაწესი არ გაძლევთ უფლებას შეხვიდეთ და უკითხავთ გაკვეთილზე. მანდატურები ხო ერეოდნენ თვით საგაკვეთილო პროცესშიც და მანდატურის ინსტიტუტი პედაგოგის მაკონტროლებელ ფუნქციასაც ითავსებდა. მანდატურს არაფერი ესაქმება სკოლის მართვაში. არაფერი ესაქმება. მას აქვს თავისი სრულიად გარკვეული ფუნქციები, ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, მეც მათ არავინ არაფერს არ სთხოვდა ადრე. ეხლა მე ხანდახან მეღიმება ხოლმე, როდესაც ამბობენ და მე ვიცი ეს, რომ ზოგიერთ სკოლაში ასეთი პრობლემა იყო, შეიძლება ბევრშიც. როგორ უნდა მართოს მანდატურმა სკოლის დირექტორი, ჩემთვის ეს არის ენით აუწერელი რამ, წარმოუდგენელი რამ გახლავთ. გარდა ამისა, მასწავლებელთა კონტროლი არანაირ ფუნქციაში არ უწერია მანდატურს. ესეც წარმოუდგენელი რამ არის. მაგრამ გიდასტურებთ, რომ ასეთი რამ ხდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის იანვარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მანდატურს შეეზღუდა უფლებები. როგორც თამარ მოსიაშვილი აცხადებს, განათლების სამინისტრომ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ შექმნილი უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული კონცეფცია გაიზიარა და მათი რეკომენდაციები მანდატურების ფუნქციების ცვლილებებზე სამინისტრომ გაითვალისწინა. კანონში შევიდა ცვლილებები და მანდატურები უკვე ვეღარ ახდენენ ზედამხედველობას სკოლის მართვის პროცესზე. მათ დაეკისრათ მხოლოდ დაცვის ფუნქცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია და მათ არ აქვთ სკოლის მართვაში ჩარევის ფუნქცია. ესეც იყო სკოლებისათვის ერთ-ერთი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი. მეორე ტიპის რეკომენდაცია გახლდათ ზრუნვაზე ორიენტირებული პროგრამების ამოქმედება სკოლებში.
რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ არის, არ ჩანს. სკოლებში ისევ მოქმედებს კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება. საბოლოოდ განათლების სამინისტროს მკაცრმა პოლიტიკამ სკოლები მკვეთრად ცენტრალიზებული, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული გახადა. როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, მათი მხრიდან ინიციატივების გამოჩენა დასჯადიც გახდა. 50 წლის წინანდელი სკოლის სტრუქტურა აბსოლუტურად ერთი და იგივეა, იდენტურია დღევანდელი სკოლის სისტემასთან შედარებით. ერთადერთი განსხვავებაა, ერთი შტატია დამატებული, ეს გახლავთ საინფორმაციო მენეჯერის შტატი. და განა ვინმე წარმოიდგენს, რომ 50 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა? ცხოვრება სხვა რელსებზე არ გადავიდა? მე იქ არ მქონდა შესაძლებლობა მე თვითონ შემერჩია პედაგოგები. ყველა მინისტრს ვთხოვე უფლება, რომ ჩამეტარებინა კონკურსი და კონკურსის წესით შემერჩია ყველა მასწავლებელი, თუმცა საქართველოში მოგეხსენებათ პოლიტიკა ჭამს ყველაფერს, მათ შორის განათლების სისტემასაც და ამიტომ ამის მიზანშეწონილობა თლად კარგად არ იქნა გაზიარებული. ერთ-ერთი დირექტორი, პატარა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აი სკოლაში რომ გაუფუჭდეს საკვამური, ამას ვერ, საკვამურის შეკეთებას ვერ მოახერხებს ერთი თვის განმავლობაში გამომდინარე იმ რეგულაციებიდან, რაც დაწესებულია სკოლებში ფინანსური რესურსების განკარგვასთან მიმართებაში. ამჟამად. ეს არის წესი, რომელიც მოდიოდა ამ დროის განმავლობაში და დღესაც შენარჩუნებულია. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა სწორედ სკოლების დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაცია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და სკოლებისთვისაც და ჩვენთვისაც. რამდენადაც სკოლები მიჩვეული იყვნენ ესეთი მართვას ზემოდან, მათ რაღაც გარკვეულ პერიოდში ცოტა გაუჭირდათ ადგილზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. არ და დეცენტრალიზაცია ზუსტად ამას გულისხმობს. შესაბამისად, სკოლებს დაჭირდათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ მორგებოდნენ ახალ მოდელს. მათ ჰქონდათ საშუალება და დრო იმისათვის, რომ შეეფასებინათ და გადაეფასებინათ დროის მიერ მოტანილი ის და ახალი ხელისუფლების მიერ მოტანილი ის პრიორიტეტი, რასაც ქვია დამოუკიდებლობა. რა დადებითი შედეგები მოიტანა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ 2009-2012 წლებში გატარებულმა მკაცრმა ცვლილებებმა. ამის გამოკვლევაზე განათლების სამინისტრო მაშინ უარი თქვა. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კონტრაქტი გაწყვიტა. მას შემდეგ რაც გასაჯაროვდა 2009 წლის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო იყო 75 ქვეყანაში ბოლო ათეულში, ამის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა შემდგომი რაუნდი კვლევის და აღარ მიიღო მონაწილეობა. სინამდვილეში ამ სამწლიანი კონტროლის შედეგად ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი შედეგები. სამეურვეო საბჭოების მუშაობის გამოცდილება განვლილი 6 წლის მანძილზე. რასირთულები გამოავლინა დემოკრატიული მართვის ახლად დანერგილმა ინსტიტუტმა და როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური მისი მუშაობა. ეს ძირითადი საკითხები გახდა კვლევის დეცენტრალიზებული მართვის შეფასება საგანი. აღნიშნული კვლევა შევიდა წიგნში ზოგად საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გამოსცა. აღნიშნული კვლევიდან რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს გამოვყობთ. პირველი, სამეურვეო საბჭოს გამოკითხული წევრების 80% მიიჩნევს, რომ მათი სკოლა დემოკრატიულად იმართება. მეორე, გამოკითხულ სამეურვეო საბჭოს წევრთა 83% და ადმინისტრაციის 87% მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციასა და საბჭოს წევრთა ურთიერთობა თანამშრომლობითია. იდეაში თავისთავად სამეურვეო საბჭო მართლა ძალიან ეფექტური ქმედითი ორგანო არის, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სკოლის მართვისთვის არ არის მხოლოდ და მხოლოდ საკმარისი პედაგოგების და თუნდაც მოსწავლეების და მშობლების რესურსი რა. ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ სახელმწიფო პოლიტიკას, სამინისტროს განათლების სამინისტროს პოლიტიკას და თვითონ საზოგადოების დამოკიდებულებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა. განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად მისი მწირი დაფინანსებაც ითვლება. ბოლო 10 წლის მანძილზე ბიუჯეტის განაწილების დროს განათლება პრიორიტეტული ჯერ არ ყოფილა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა. როგორ ვისურვებდი, რომ თავდაცვაზე მილიარდით ნაკლები დაგვეხარჯა, განათლებაზე კი მილიარდით მეტი. ეს გაცილებით სერიოზული თავდაცვა იქნებოდა, ვიდრე მთელი იმ შეიარაღების შეძენა, რომელიც მაინც უსარგებლოა, როდესაც საქმე რუსეთთან კონფრონტაციამდე მიდის. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის.
ეს სინანული მიხეილ სააკაშვილმა თავისი 10 წლიანი მმართველობის ბოლო დღეებში გაზეთ New York Times-თან ინტერვიუში გამოთქვა. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში განათლების დაფინანსება პრიორიტეტული არ არის, შემდეგი ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება. 2005 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ასე გამოიყურება. ყველაზე მაღალი განათლების დაფინანსების წილი 2009 წელს იყო და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2%-ში ადგენდა. არადა დეცენტრალიზაციის პირობებში, სანამ სისტემა აეწყობა, სკოლებს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. აი მაგალითად სკოლაში როცა ეუბნებრო იცი რა შენ ახლა თავისუფალი ხარ და რაც გინდა აკეთე, ესე მარტივი არ არის, ხო? შენ არ შეგიძლია თქვა რომ ეხა უცებ შედეგები გაუმჯობესდება. მას უნდა ქონდეს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი მოიზიდოს, მას ასე ვთქვათ, უნდა შეეძლოს რაღაც სკოლაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ანუ ეს თუ არ შეუძლია, მაშინ რა თქმა უნდა მას ის თავისუფლება, ხო? თუ არ შეუძლია რაღაცა გააუმჯობესოს ამ თავისუფლების პირობებში. ჯვარცმის კომპოზიციებზე ყველგან სადაც არის. გია მურღულია 8 წელი თბილისის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ბოლო 5 თვეა ის კერძო სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. კერძო სექტორში გადასვლის მიზეზად მწირ დაფინანსებას და შესაბამისად განვითარების მცირე შანსს ასახელებს. რატო წამოვედი იქიდან? იცით რატომ? იმიტომ რომ ვერ ვხედავ უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობას, ვიდრე მივახციე. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ რომ დღევანდელი ქართული სახელმწიფო არ აფინანსებს სკოლის განვითარებას. აფინანსებს სკოლის კვლავ-წარმოებას. ანუ თქვენ შეგიძლიათ წელსაც გააკეთოთ ის, რასაც აკეთებდით შარშან, შეიძლება ცოტა უკეთ, ან ცოტა უარესად, მაგრამ მარტო იმას გააკეთებთ, ახალს ვერაფერს. ინოვაციური ფიქრი არ ფინანსდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაპირობა წარუმატებლობისა. პირველი რაც უნდა გაკეთდეს და ჩვენ დავიწყეთ ეს უკვე მოვახდინეთ ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტის, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა, შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნის წარმატებულ მოდელებთან. ჩვენ უკვე გვაქვს სრული სურათი, რა ხარვეზები აქვს ჩვენ სასწავლო გეგმას, რა არის გამოსასწორებელი და როგორ უნდა დავიწყოთ მისი გარდაქმნა და ჩვენ უკვე ახალი სასწავლო წლისთვის გვექნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. თამარ მანჩხეშვილი 20 წელია სკოლაში მუშაობს და ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ განათლების პოლიტიკა თანმიმდევრული არ არის. მისი თქმით 20 წელი სხვადასხვა ექსპერიმენტების მონაწილე იყო. მე ამ წუთში ხელზე ვიღებ 466 ლარს, ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი და 18 საათი მაქვს და ვარ დამრიგებელი. ხელზე ვიღებ ამდენს და დარიცხულით რომ იყოს, კიდე არა უშავს, რაც მაქვს დარიცხული და ის რომ ავიღო, კიდე უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, ხელფასი დაბალია. საჯარო სკოლაში სამსახური მოტივირებული პროფესიონალი ადამიანებისათვის მიმზიდველი უკვე დიდი ხანია აღარ არის. მწირი დაფინანსების გამო საჯარო სკოლები კერძო სკოლებს კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც კვალიფიციური პედაგოგები სკოლას ტოვებენ. უამრავმა პედაგოგმა იმ პერიოდში, როცა კერძო სექტორმა დაიწყო განვითარება, გადაინაცვლა ბანკებში, ოფისებში, იმ დაწესებულებებში, სადაც პასუხისგებლობა გაცილებით ნაკლებია და ასეთი პროფესიონალებისათვის ხელფასების გაცილებით მეტია. ამიტომ ძალიან ჭირს სკოლაში დააკომპლექტო სკოლა ისეთი პედაგოგებით, როგორიც შენ გინდა. მე მაქვს განცდა, მეტიც მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საზოგადოების გამორჩეულად საინტერესო ნაწილი სკოლისთვის დღეს არის სკოლის მიღმა, იმიტომ რომ თქვენ მათ აქ ვერ შემოიტყუებთ. მათი ინტერესის, როგორ გითხრათ, მეხუთედიც კი ვერ დაკმაყოფილდება იმ ანაზღაურებით შრომის, რასაც დღეს საჯარო სკოლას თავაზობს მასწავლებლებს. ვიზრუნეთ სკოლის დაფინანსების გაზრდაზე, რომ სკოლას ქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა და ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც მანამდე ყოფნიდა მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებას, გაზრდილიყო და სკოლას მიეღო გარკვეული გადაწყვეტილებები სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით, დაეგეგმა სხვადასხვა პროექტები და წაეხალისებინა სკოლის თანამშრომლები. პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი სკოლებში პილსის ბოლო კვლევაშიც აისახა, რომელიც საქართველოში ჩატარდა. კვლევაში მწვავედ გამოჩნდა საქართველოში განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა, როგორც ქალაქის და სოფლის სკოლებთან, ისე საჯარო და კერძო სკოლებთან მიმართებაში. როგორც აღმოჩნდა, სოფლის მოსწავლეები არსებითად ჩამორჩებიან ქალაქელ თანატოლებს. ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეები ყველა საგნის ცოდნით არსებითად ჩამორჩებიან თანატოლებს, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ. თუმცა კერძო სკოლებში სწავლის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა მეათედს აქვს.
ოფიციალური მონაცემებით 2012-2013 წლებში საჯარო სკოლაში 506,000 მოსწავლე სწავლობდა, ხოლო კერძო სკოლაში 52,000. საჯარო სკოლის დასუსტების პარალელურად სპეციალისტები სარეპეტიტორო სკოლის გაძლიერებაზეც საუბრობენ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სკოლაში საატესტატო გამოცდები დაინერგა. როგორც აღმოჩნდა, მშობლების უმრავლესობა არ ენდობა განათლების ხარისხს. ყველაფერში ემზადებოდა ჩემი შვილი რასაგანის არსებობს სკოლაში. რეპეტიტორები სინქრონულად ვამზადებთ. აი დღემდე ყველაფერში ემზადებოდა. სადაც ჩამორჩება, იქ ვამზადებ. საჭიროა ხა ეს არის საატესტატო გამოცდების გამო. მიწევს, მინდა რომ მე თვითონ გავაკეთო, მაგრამ საბოლოო ჯამში მარტო მაინც ვშვები. რთულია მასალა და იმიტომ, ანუ მჭირდება ისმის დამეხმარება. რეპეტიტორი რა. რეპეტიტორთან იმიტომ ემზადები, რომ სკოლაში არ იძლევიან სათანადო განათლებას, რომ ჩავაბარო ეროვნული გამოცდები. შესაბამისად მიწევს უამრავი ფულის დახარჯვა. მიმაჩნია რომ საჭიროა რეპეტიტორთან სიარული, რადგან სკოლაში, ანუ ზოგადად ამ სკოლაზე არ მოგსაუბარი, მაგრამ ზოგადად სკოლებში არა იმდენად ისეთი სწავლა, რომ გაყვეს ბოლომდე. ერთი წელი გავიდა, ვთქვათ, რაღაც სიტუაცია არის შეცვლილი და მე არ გამიგია მაგალითად, რომ სამეურვეო საბჭო დაშალა ვინმე, არ არის ახლა ისეთი რეპრესიული მექანიზმი, მაგრამ თავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ ისევ იგივე საკანონმდებლო სივრცეში ვიმყოფებით. დღევანდელი ხელისუფლებისგან ჯერ ჩვენ არ მოგვისმენია მკაცრად, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, ისინი რას აპირებენ? აპირებენ დაუბრუნდნენ რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც დეცენტრალიზაციას ეხებოდა სკოლის და ამ გზით გააგრძელონ საქმიანობა, თუ აპირებენ იყოს კი ბატონო სკოლა მკაცრად ცენტრალიზებული, ანუ ამ პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ, ოღონდ იყვნენ პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი. მაგალითად ძალადაკარგულად გამოცხადდა ის ბრძანება, რომელიც სკოლას ავალდებულებდა გარკვეული განრიგით ჩაეტარებინა ექსკურსიები და ეს ექსკურსიები საგანმანათლებლო ექსკურსიებზე მოგსაუბარი შეთანხმებული ყოფილიყო სამინისტროსთან. ასეთი მაგალითები ბევრია, ნაწილი გადაწყვეტილების მიღებულია პოლიტიკის დონეზე, როდესაც შეიძლება არ შეცვლილა კანონმდებლობა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული ამ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ასეთი მუხლი შეიძლება არც ჩანდა, უბრალოდ ეს იყო ზეპირი მითითება, რაზეც სკოლები საუბრობენ. და არის ნაწილი გადაწყვეტილები, რომლებიც მართლაც საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებდნენ და განხორციელებულია ბევრი მათგანი. განათლების სპეციალისტები იმედს არ კარგავენ, რომ სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია გაგრძელდება, რადგან თვლიან, რომ ეს ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ზრდას.